რეკლამის შემდეგ ვაგრძელებთ დისკუსიას. აი ამ ფონზე, როდესაც ჩვენ ახლა აქ რაღაცებს ხედავთ, უყურებთ, ვიცით და აგერ მართლაც და დაიბომბა ისეთი ადგილები, საიდანაც რაღაცა გამოჟონა. ჩვენ განცხადებებშიც კი მოზომილები უნდა ვიყოთ და რატომ მინიმუმ რატომ უნდა ვიყოთ, იცი რომ ფერეიდანელი ქართველები ყავს იქ იმაში, ირანში. აგერ არიან ისრაელში ქართველი ებრაელები. უამრავი. ამიტომ ყველა მე პოლიტიკოსებსაც კი აღარ გულისხმობ. ჩვენ თვითონ მოქალაქეებმა უნდა რაღაცა ფორმით ავწონოთ და გავზომოთ ის განცხადებები, რასაც ვაკეთებთ. არამც თუ ომში რომელიმე მხარე დაიჭირო გულხურვალედ. რა თქმა უნდა, ხარი. ეს არის ყველაზე დიდი სიბრიყე და მინიმუმ პროვოკაცია, რომ ვცდილობ რომ რაღაცა გააფუჭო. მე სახელმწიფოში დღეს სახელმწიფოში უსაფრთხოების დონე, რა თქმა უნდა, მაღალიც უნდა იყოს და დღეს გვერდში უნდა დაუდგე სახელმწიფოს, იმიტომ რომ მინიმუმ რატომ გეუბნებით, იცით რომ აი თუ გახსოვთ რუსეთში რომ ტვირთები ასაფეთქებელი რო აღმოაჩინეს რომ რუსეთში რომ უნდა გასულიყო და უკრაინიდან რომ გადიოდა და ჩვენ ხო დარტყმის ქვეშ ვიყავით კი რა თქმა უნდა ეხლა რუსეთში წავიდოდა და რაღაცა სტრატეგიული ობიექტი აფეთქდებოდა ხო საქართველოსთან შემოვიდა ტვირთი და რაც უნდა გეგმაც ეგ იყო ხო დღესაც ხო შეიძლება რომ ამისთანა რაღაცა განვითარდეს ჩვენისთანა ქვეყანაში ვიღაცამ რაღაცა გააპაროს და ჩვენ აღმოჩნდეთ დარტყმის ქვეშ ეს არის ჩვეულებრივ ორჯერ ორი. ამაზე უნდა ფიქრობდეს არა მარტო სახელმწიფო, რა თქმა უნდა ფიქრობს. ამას ჩვეულებრივი მოქალაქეები. როცა შენ ამ სახელმწიფოს აჯანჯღარებ. და ამ შემთხვევაში ხდება პირიქით. ხო. პირიქით ცდილობენ რომ როგორმე ქვაზე ნუ დარჩენილა. ეს ეხლა შეიძლება რაღაცა ისე გამოგვდის ბევრჯერ ვიმეორებთ, მაგრამ სხვა გამოსავალი ამ შემთხვევაში არ არის. პირველი დღიდან დავიწყოთ და სულ გვითქვამს როდესაც უკრაინის ომი დაიწყო, როდესაც საქართველოსთან ელჩი გაიწვია ზელენსკი, მაშინ მიზეზი ყველა მაშინაც ვიცოდით და დღეს ხომ სადაო და საკამათო აღარ არის. იყო ომის დაწყება, მოთხოვნა რომ ჩავკრებავთ მეორე ფრონტი გაგვეხსნა და ომში ყოფილიყავით ჩადრეულები. ამაზე სახელმწიფომ გაუწია წინააღმდეგობა და ყველა მათგანმა, ვინც ოპოზიციონერია, გირჩი, მირჩი, ძველი, ახალი პატარა დიდი ვინც არიან ცუდი და კარგი და აი ყველა ვინც იყვნენ ვინც განცხადებებს აკეთებდნენ სახელმწიფოს წინააღმდეგ და ქართულ ოცნებას ხელისუფლებას ურტყავდნენ ყველა მიცოდა რომ ხელისუფლებამ თავის თავზე აიღო დარტყმა და წინ აღუდგა ომის დაწყებას ანუ შენ დეპუტატმა რომელმაც იცი რომ ომში ჩაბმას გადაგარჩინა ხელისუფლებამ კაი შენი თავი ჯანდაბას არ გაინტერესებს დანარჩენი საზოგადოებისთვის შენ ხო საზოგადოებრივი მოღვაწე ხარ ხო და ის საზოგადოება გადაარჩინა ომში ჩართვას გამოდი ხარ და უკრაინის ხელისუფლებას უჭერ მხარს და ქართულ ხელისუფლებას ურტყავ აქ სად არის რა მორალზე ვლაპარაკობთ ანუ რა სახელმწიფოებრიობაზე ვლაპარაკობთ და რა მიზნები და ამოცანები აქვს ერთი კიდე ახლა ჩვენ ხო ვამბობთ რომ სულელები არიან რაღაც გასაგებია სათავისოდ როცა როგორ ჭირდება ეს ყველაფერი გასაგებია ხო მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ და მილიონჯერ გავიმეორებ ეს ხალხი რომც დღეს ჭკუაზე მოვიდეს და გონს მოეგოს და თუნდაც აი რაც ახლა ჩვენ ვისაუბრეთ ის რაღაცა აწონ-დაწონოს რა პრობლემა შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს მათ შიგნიდან ქმედებს ანუ გარედან რომ კედლების ზღუდე რო აღმართა ხელისუფლება გარედან რომ რაღაცა მოსახლეობას რომ არ შეექმნას პრობლემა და შენ რო შიგნიდან მიხვალ და რაღაცნაირად რომ უკაკუნებ რომ დაანგრიო ეს რომ ამ ჭკუაზე მოვიდნენ მათ არავინ არ მისცემს იმის საშუალებას რომ მათ ქვეყნის ან ეროვნული საქმის სულ ცოტა რაღაცა აკეთო არ მიცემენ იმიტომ რომ მე რომ 10 წელი მინიმუმ თქვათ იმიტომ გაძლევ ფულს ხელფას გიხდი, კარგად გაცხოვრებ, გაჭმევ, გასმევ და რა ვიცი, ამდენ ხალხს. და ეხლა იმისათვის რომ შენი ქვეყანაში როცა მენჭირდება, უნდა აურიო, ანუ გააკეთო ის რაც მე მინდა. ხო, რა თქმა უნდა. ისა, ეხლა შენ მომინდომე ბიჭო რაღაცა ეროვნულობის თამაში. შენ მაგის საშუალებას არავინ არ მოგცე. არა, არც მაგ თვითონაც მაინდა-მაინც თავს არ იკლავენ კაცი. ეხლა კიდევ ერთხელ ვიძახი, მეგობრებო, კიდევ ერთხელ ეს უნდა გავანალიზოთ. ეხლა არის მზადდება არჩევნებისთვის, მაგრამ ამანაც რაღაცა მეორე პლანზე გადაიწია იმ კუთხით, რომ ოპოზიციაში დიდი კამათები არ არის. კიდევ ერთხელ ვამბობ, ომის აჩდილი ძალიან ნათლად მოქმედებს საქართველოზე.
ქართველების უდიდესი უმრავლესობა ქართულ ოცნებას ენდობა პირველ რიგში, იმიტომ რომ ამ ძალამ პოლიტიკურმა ძალამ გაატარა გონიურული პოლიტიკა და აგვარიდა ომს. აგვარიდა და ბევრ რამეში დამტკიცდა ეს და ეს არის უდიდესი დამსახურება. ამ ომის საშიშროებაზე ლაპარაკობდა მარტო ქართული ოცნება. არც ერთი ოპოზიციონერი არ ლაპარაკობდა ამაზე წინა საარჩევნოდ. არც ერთი დაგვრცინოდნენ, გახსოვთ? ომის პარტია, Deep State დაგვრცინოდნენ, უბრალოდ ეს იყო რაღაცა, აი როგორც გიჟების მოფიქრებული ან როგორც რაღაც ატმასკა რუსები რო იტყვიან რაღაცა ტყუილი რომელთა ჩვენ ქართული ოცნების მომხრეები და ოცნება ცდილობდა თავისი რეალური განზრახვების შენიღოს და განზრახვა იყო რუსეთის ორბიტაში მოქცევა და ნუ კარგი მაგას თავი დავვნო თვითონ დასავლეთი ამბობს უარს ნატოზე მეტ ინტეგრაციაზე და ასე შემდეგ უკრაინის ოღონდ ქვეყნისა რომელიც გაწირეს მაგრამ ამას თავი დავანებოთ მაინც ისევ ჩვენ ცოდვილ ოპოზიციას დავუბრუნოთ ეხლა ძალიან მალე გაირკვევა რა მოხდება ხო რაღაც დარჩა ივლისი, აგვისტოს, სექტემბერი, ხო? მორჩა 3 თვე. და ჩვენ ნათლად ნახავთ, რომ კიდევ უფრო გაფარჩაკდება ოპოზიცია. ამ ომსაც ნახავთ, როგორ დასრულდება, მაგრამ მალე დასრულდეს. როგორ ფიქრობთ? როდესაც ჩვენ აი ამას უყურებთ, ხო? აი ასეთ დეგრადაციას. ეს თვითონ ოპოზიციურად განწყობილ ხალხში, ხო, წარმოშობს სურვილს რომ რაღაცა ადეკვატური და ახალი ძალა გაჩნდეს, იმიტომ რომ ახლა ხაზარაძეს რო უყურებ ან კახარიას ან ნებისმიერს, კიდე ერთხელ ვამბობ ხალხო, მე ვერ ხვდები რატომ არ ლაპარაკობენ ომზე და მშვიდობაზე. რაც ქვეყანას პირველ რიგში აინტერესებს, იმაზე კრინც არ ძრავენ. ანუ ეს არის უკვე დამთავრებული, განულებული ფსკერსქვევით ყოფი ხალხი. შალომ. კიდე უფრო იცი რა არის? შენ ხა უფრო არ ლაპარაკობენო. პირიქით ლაპარაკობენ ოღონდ ომის მომხრეობის ვარიანტში. ანუ რას ამბობ? არა, ანუ მე რას გულისხმობ, იცი რომ აი მათი აი შეხედე ხა რო გადახდა. შერგოლეშვილი გიჟი რაღაცებს ლაპარაკობს. ეგ იქაც გიჟია და ყველგან გიჟია. აი მაგალითად გახარია, აი მაგალითად ხაზარაძე. და გახარიას ლაპარაკობს ვაფშე. არაფერს არ ლაპარაკობს. გახარია, არა მე მართლა მაინც გახარია საერთოდ რამეს ანუ ბოლო 5 წელიწადში მაინც გახარია რას ლაპარაკობს? ხაზარაძე რას ლაპარაკობს? აი ხაზარაძე. არა. გირჩები ამბობენ რომ ჩვენ ოცნებამ მაგით მოგვიგო, ჩვენ ვერაფერი დაუპირისპირეთ ნუ კაი. ეხლა ხო გაქვს შანსი შეკაიდეთ მამიშვილო. რამე გითხრა? ეხლა ომი გაჩაღდა. ეხლა ამაზე ამ ომზე რამე მითხარი? გვეკაჩება ცხინვალში შედიო ჯაფარა. მე ვარ ალბათ იმ სამ ადამიანს რომელიც ლელოს საარჩევნო პროგრამა წავიკითხე. კაი, მართლა? ანუ მახსოვს რომ ანუ ლელოვიცააგე? არა, მას დამეთ ანუ მაგალითად ლელოს საარჩევნო პროგრამა როა იყო და როა იყო მაგალითად ნიურნბერგის კანონები. ხო? ვერ განასხვავებ. ანუ ნიურნბერგის კანონებში იყო აი ებრაელების შეზღუდვა იყო. ლელომ დაწერა ნიურნბერგის კანონები, ოღონდ ებრაელები ჩაანაცვლა რუსებით. ოღონდ რადგან არავის არ წაუკითხავს მათ სანქციები და რაღაცები. ხო, მათ შორის არც თვითონ არ წაუკითხავთ. დიდი ალბათობით იქ შეიძლება ალეკველის საშუალება დაწერა, იმიტომ რომ ის არის ყველაზე შნერი. არა, ამდენს ვერ დაწერდა. ხო, ნუ ვიღაცა შიზოფრენი. ორ გვერდზე მეტი არის? არა, 3-4 გვერდი. ორ გვერდზე მეტია. ხო, კი, მეტი. ხო, შესაბამისად არ დაწერდა ალეკო. ანუ შალო, მე რას ვამბობ? იცი რომ ანუ სინამდვილეში ქართული ოპოზიციის პრობლემა არის ის რომ არათუ ვერაფერი ვერ ისწავლეს, ვერ ხვდებიან. აი, მართლა ვერ ხვდებიან, მე გულწრფელად მაინტერესებს. ან მეზობელი არ ყავთ, ან შინაური, ან ნათესავი, ან ძმაკაცი რო. შალო, არა. ყველგან ლაპარაკობენ ამ ომზე. სადაც არ მიხო, ეშინია. ქართულ მოსახლეობას ეშინია ომის. ანუ ხო ეშინოდა, ეხა ეს რო დაიწყო და რო დაიწყო ლაპარაკი რაღაც ბირთულ ობიექტს დაარტყეს და გაჯონაო. პირიქით უხარიათ. მის. ოპოზიციის ტიპებს. რა უხარიათ? რო აი რამაგრები ვართ. არა, მე შევცი შეხედე რა არის ქართულ ოპოზიციაში არის ესეთი ტენდენცია, ამას მინდა ყოველდღე მიაქციოთ. ეს არის რომ მათ რაღაც ტექნოლოგიები ისწავლეს. ანუ რაღაც PR-ის ტექნოლოგიები. მაგალითად ერთ-ერთი ტექნოლოგია არის ამის მეტრი თავარი არტილერისტი არის ნანუკა ჟორჟულია. ნანუკა გენიოსი. ანუ ეს არის რა? ყველაფერი რაც ქვეყანაში ხდება, არის მათი ჩანაფიქრის ნაწილი. ხო. და ყველაფერი მიდის მათი გეგმის მიხედვით. ადრე შეთქმულების თეორია მეგონა ზოგადად ის რომ
ბრიტანეთის იმპერია თავის დროზე გადავიდა ეგრეთ წოდებული რუსულ ტერმინს ვიტყვი გლუბინაია იმპერია, რასაც ქვია რა. მაგრამ რაც ახლა უკრაინაში მოხდა ის რომ რეალურად ბრიტანელების დამსახურებაა რომ ეს ომი გააგრძელეს და თითქმის მისული იყო ეს ხო? და გავიხსენ ხაზარაძე ვინა სადა აქტივები ლონდონის ბირჟაზეა ხო? მე ჯერა რომ ბრიტანეთის რაღაც ინტერესი ეს არის ამ ომის გაჩაღება აი ამ რეგიონ მათ შორის ხო? ხაზარაძე არ არის შესაძფერისი რა მნიშვნელობა ხა ხაზარი რამოდენიმე ფიგურა გამოიყვანეს რა ვისი ვიზაც ხელი მიუწვდებათ რა ყველა მათი რაღაც დაფინანსებული ახლა ხო ნახეთ თურმე ვის აფინანსებდა მათ შორის ტაბულას ხო? რო შეწყვიტეს ბრიტანეთმა დაფინანსება ერთ სიტყვი რა სულ ამბობ რა რა იაფად იყიდებიან რა. არა მართლა აი რა იაფად იყიდებიან. ეს საკითხია ეს ძალიან ეფექტური მართლობის ისე აუცილებლად, მაგრამ პრინციპში აი სადაც ბრიტანელების ფინანსები სადღაც ტრიალებს, იქ რატომ რიტორიკა არის საომარი, არა ხო, ესე არის. სადაც მათი გრანტებია, ყველგან ეგეთი სიტუაცია და ეთყობა აქვთ მათ ესე იგი ფინანსური და ეს რაღაც სადაზვერო ის ძალიან ძლიერი აქვს ხა ეგ ცნობილი იყო ყოველთვის და ცდილობენ რომ ეს ჩაანაცვლონ რაღაცნაირად აგერ ხო თქო ეს ვეღარ დავაფინანსებ ტაბულას ხო ვინმე მეტრეველი რო დანიშნეს ხო ეგ ვთქვათ უნდა ვიყო ბესო მეტრეველი იყო ბაბუა აქედან გადახვეწილი ხო და მან დარი კიდე ერთი საინტერესო მომენტი რომ ერთი ხო რომ მე მგონია რომ გარიდან აქვს უბრალოდ დაკვეთა რომ ну როდესაც დაკვეთა გაქვს რაც არ უნდა ის კონდეს რა უნდა გააკეთო ეს ერთი მაგრამ მეორე მე მგონი თვითონ შინაგანი განწყობაც ეგეთი აქვს ხო აი ესეთ ანუ მე მგონი აქ ის კი არ არის რომ მარტო აძალებენ განწყობას და თავის სამყარო შექმნილი აქვს რა ეს რაღაც შიზოფრენიის ის არის თან მოდი ესე თქვათ რა აქ პასუხისგებლობა ხო არავის არ აქვს აი ომი რო დაიწყოს ესენი ხო არ არის უსხლავენ ან თან არც ის ხალხი არ არის რომელიც რაღაცა მახსოვს იქ საუბარი იყო აფხაზეთის ომზე ყველა რაღაცას შეწირულობა იყო ხო და მაშინ ნუ ხაზარაძემ ყველა ცოტა შეწირა მაგაზე იყო ლაპარაკი ხო ანუ ადამიანები რეალურად ხო ის იმ თაობაზე აკეთებენ სამწუხაროდ სამწუხაროდ არა საბედნიეროდ რომელსაც ომი არ ახსოვთ რა არის ომი არ იციან რა არის ვინც იცის ომი ხო მეომარი იქნება ის თუ ვეტერანი იქნება ის ხო არ გინახია მათი მხრიდან განცხადებები არა ერთი აკე ბარბაკაძე იყო მეომარი არა ეგ თემა მეც მინდა გავაგრძელო ეს ნუკრინ რაც თქვა ბოლოს მე ხა ვიცნობ ბევრ ადამიანს რომელიც 2008 წელსაც ვეტერანებს რომელიც აფხაზეთის ომშიც იყო რა ვიცი რუსულ ტყვიას წინ გადადგომია და რაღაცა რომ მათში არ არის ეს ხო ეს რუსოფრენია და რაღაცა სიგიჟე ხო კი იციან რო რაღაცა პირველი ეს ხალხი წავა მაგრამ აი აქეთ ამ ხარეს ხა ჩვენც გქონდა გუშინ თუ ვიღაცა ეს გოგო რო არის და რუსულ ძეს რო არეკლამებს აი კიდე სუს ხო ანუ მე თავიდან ვოცდებოდი რა ერთი ფაქტი მეორე ფაქტი ყველა თითქმის ყველა აქტივისტი დაწყებული პატა ბურჭულაძე და დამთავრებული რიგითი რუსეთს აქვს ფესვები აქვს რუსეთში ეს კიდევ ერთხელ ვამბობ ეს არის ფსიქოანალიტიკური მექანიზმი რომ შენ გინდა რომ ეს რაღაცნაირად გადაფარო ანუ არ შეიძლება აი მართლა ხო შეიძლება ერთი დაემთხოს ორი დაემთხოს მაგრამ ესეთი არის რა ვიცი აი უმრავლესობა არის ეგეთი ან ფულს იქაკეთებენ ან იქ ბღერიან ან ბიზნესი აქვს ან ცოლი ყავს იქიდან ან რა ვიცი ან იქიდან იღებენ გრანტებს ნუ ესეთი არის ყველა და მოდი აი ერთი რაღაცა ვთქვათ იმაზე რომ აი საქართველოს ანუ შინაგანი რაღაცნაირი ლოგიკაც არის რა რომ ჩვენ აქამდე არ გქონდა რაღაცნაირად ეს პირდაპირ თვითგამოხატვის შესაძლებლობა რა ჩვენ ვიყავით ყოველთვის რაღაცნაირად ამ იმპერიების ჭრილში და აი ხა მართლაც აი გაიხსნა ის მცირე ჰორიზონტი, მცირე კორიდორი, სადაც ჩვენ უნდა ეს რაღაც სუვერენიზმს მიდიან და ანგრევენ. ხო და ეგენი, ანუ მე უბრალოდ ჩვენი ეგრეთ წოდებული მე ან რამდენიმე ვერსია არის, რომ არიან მათში ეგრეთ წოდებული მავნებლები, რომლებაც ყველაფერი არიან idioტები და არიან უბრალოდ ვინც აი მართლა არის ფინანსური ჯაჭვებით გადაბმული და
ჩვენ ახლა აქ ვამბობთ ახლა მე მათ ამორჩევლებზე არაფერს არ ვამბობ, იმიტომ რომ უმრავლესობა იმ ამორჩევლებზე აღარ აყავთ მეგონი. ხო, ანუ ის იმ ამორჩევლებს, იმ ამორჩევლებს, პოლიტიკურ მენიუში რაც ხდება, რაღაც ოპოზიციური განწყობები აქვს და თუმცა აი ამ საქციების გამო ამ ხო, მე მგონია რომ ეგ დაიკლებს ხო. რა. ეხლა სამხრეთ კავკასიისათვის რაც ხილულია, ხო, რაც ხელის გულზედებს იბძვის ჩინეთი, თურქეთი, რუსეთი და რა თქმა უნდა ამ ყველაფრის კონტროლისთვის თქვა შეერთებული შტატები, ევროპა არ დაგვაუწყდეს, ევროპა. და ეხლა ვინმეს გონია რომ ჭიჭევაშაზე ამასობაში თვითონ იღებს გადაწყვეტილებას რაიმეზე, თქვა როგორ უნდა მოიქცეს, ან სად უნდა წავიდეს, ან სად უნდა წამოვიდეს. ეს ხო ზღაპარია რა. ესენი არიან ჩვეულებრივი დამოკიდებული ბოლშევიკები. ისინი რატო აძლევენ იდიოტურ დავალებას? არა, იდიოტურ დავალებას რატო აძლევენ და მოგეხსენებათ კაცი რომ გამოვა და იტყვის რომ თქვენ მშობლებთანო მიდიოთ და უთხარითო რომ თქვენ გწვენიათო რომ მისი შენი მშობლები არიან და რა ბოლშევიკი აი მეტი ხო არაფერი არ არის ეკლესიას ებრძოლეთო იმ ბავშვს რაღაცას რო ჩაიდეს იმაზე მეტი დამნაშავე ხო ეს ნაძირალა ეკლესიას ებრძოლეთო ამას ხო თავში თვითონაც ანუ რაც არ უნდა დაგავალო რაღაცას რო დაგავალებენ შენ ხო რაღაცა უნდა გაფილტრო გადახარშო და რა უნდა თქვა რა არ უნდა თქვა და რაღაცა შერბილებული ფორმა არსებობს ირიბათ არსებობს და ასე შემდეგ არა ესენი მიდიან პირდაპირ ანუ ჩონჩხი აქვთ აგებული რომ ევროკავშირისათვის მისი იდეებისათვის ვიბრძვით დანარჩენი ყველაფერი მოსულა არც სახელმწიფოებრიობა არ აინტერესებთ ნუ რა თქმა უნდა ხა სუვერენიტეტზე არჩევნებთან დაკავშირებით ხა ლელო არის ბანკირების ჯგუფი მაგათი ეკონომიკური რაღაც გათვლა ვინმეს უნახავს კიტაკი კითხავს ერთი კაცი ხარ შენ კაი კი ბატონო გარდა იმისა რომ ამბობენ პენსია უნდა გავზარდო თუ 1000 ლარი რამდენი ბლოკადა გამოუცხა და რუსებს რომ ბლოკადა უნდა გამოუცხო იქ არც ამიკითხავს მაგრამ მეც ვიცი იმიტომ რომ მაგაზე ოფიციალური განცხადებები გააკეთა ეს არის მაგათი ეკონომიკური გათვლა რატო გამოუცხავთ მე ვენახებს რა უთხრათ გლეხა გახარიას ეხა გახარიას გუნდი ხო სახელმწიფო მართლობაში იყვნენ ცოტა ხნის წინ და ახლა ცოტა ხნის ერთ-ერთმა ტვინიკოსმა განცხადება გააკეთა, რომ მეც პრობლემას შევქმნითო ჩვენო საკლებულებში რომ მოხვდებითო, რომ არჩევნებში მონაწილეობას იმიტომ ვიღებთო, რომ შევალთო, იქიდან უფრო მეტ პრობლემებს შევქმნითო. ხო წარმოგიდგენიათ, ამის განმცხადებელი ადამიანის ჭკუა. ანუ ხალხის ინტერესებს უკეთესად დავიცავთო, კი არა? ხალხის ინტერესი ერთი, რომ საერთოდ ნული და მეორე აბუჩად აგდების დონე ნახე რა. აი თუნდაც ეხა ეუთო ოდირის რატო არ არის ერთი წლის წინ ზუსტად რა ერთი წლის წინ კაც ოქტომბერში იყო სად არის 6 თვის წინ თელ ქვეყანას და მსოფლიოს ეუბნებოდნენ რომ ეუთო ოდირს ვინ ეკითხება მაგისი და ვის რაში აინტერესებს ასე შემდეგ დღეს გამოდიან და იგივე ხალხს ეუბნებიან რომ ხედავ თუ კაცო ხელისუფლებასო ეუთო ოდირს არ იწევს რომ ადგილობრივ არჩევნებზე ეგ თალკე თემაა რომ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით ის რომ ვალდებულება არავის არ აქვს და არც არის პრაქტიკა ეუთოდირის მოწვევისა უბრალოდ ამაზე აიღეს რაღაცა შექმნეს დღის წესრიგი რომ როგორ ბედავენო არ იწვევენ ეუთოდირს ანუ შენ მე 6 თვის წინ მეუბნებოდი რომ ეს ქაღალდი იმის დაწერილი დოკუმენტი იმან დაახვიოს და გაიკრას არაფერს არ წარმოადგენს დღეს მეუბნები რომ რატო არ არის ხედა ხელისუფლება ნახე რა დიქტატორები არიან არ იწვევენ ეუთოდირს ცოტათი ხო უნდა დაფიქრდე რა თქმა უნდა ძვირფასო ამომრჩეველო ვიღაცა ხო უნდა დაფიქრდე და თქვა ეს კაცი 6 თვის განმავლობაში რაღაცა ხან აღმალაპარაკობს ხან წაღმა და დაღმა და ასე შემდეგ და რანაირად შეიძლება ამისი ნდობა ეხლა სახელმწიფო რა თქმა უნდა თან ის ხელისუფლებაში რომ უნდა მოსულიყვნენ და კოალიციური მთავრობა რომ უნდა გაეკეთებინათ ხო ელემენტარულზე ვერ თანხმდებიან და ერთი კიდე ხა რატომ ამ კითხვასთან დაკავშირებით შენ კითხვასაც ამოწურო რატომ აკეთებენ ახლა ისე რომ კიდევ ცდილობენ რომ ეს ხალხი მოატყუონ უყურეთ რა შესაქმე ამომრჩეველი რომელიც მათ ყავდათ და რომელიც ვინც ხმა მიცა ეს ხალხი ხო დავკარგეთ ჩვენ ხო ვამბობთ რომ მაგათმა დაკარგეს ამომრჩეველი მაგრამ ის კიდევ არის რაღაცა ფორმით ოპოზიციურად განწყობილი. არის. ეხლა ესენი გაიყვნენ შუაზე და რომ გააცოცხლონ ის მკვდარი, იმიტომ რომ იქ დავალება ფულს ვინც უხდის, ისინი ეუბნებიან რომ როგორც გინდა მოახდინეთ რევოლუცია. სულ არ მჭირდება მე შენი არც საკრებულოში შესვლა, არც პარლამენტში და 4 წელი ეხლა იმის როდინი, შენ როდის რას მოიგებ და გაიმარჯვებ. არა. ეს ხომ მკვდარია უკვე ეს რევოლუციური პროცესები. ეხლა როგორ უნდა გააცოცხლონ? ორი ამომრჩეველი ყავს, ხო ერთი მხარს უჭერს. ორნაირი. ერთი მხარს უჭერს იმას, რაც დღეს ხდება ქუჩაში,
მეორე კიდე ამბობს კაცო ეხლა ეს ქუჩაში რამდენი დამთავრდა რა. მიხეტიალოთ, რაღაცა პარლამენტში შედით, რაღაცა სახელმწიფო ორგანოებში შედით. ამიტომ რომ არ დაიკარგოს ეს ამომრჩეველი, რომელიც მომხრეა რომ მათ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, გაყოფენ შუაზე, ეს ორი პარტია თქვათ, მიიღეს მონაწილეობას, ეს რა თქმა უნდა წავა და ხმას მიცეს მათ და არჩევნების მეორე დღეს ეს ორივე პარტია ისევ გამოვარდება, დადგებიან ერთად, დაიწყებენ ყვილის არჩევნები გაფარდა. ეს იმოქმედებს იმ ნაწილზე, რომელსაც ვერ იმოქმედებს. იმის ნაწილზე აუცილებლად იმოქმედებს, იმიტომ რომ ის წავიდა ხმა მისა. არა, გავიგე, მაგრამ მეორეჯერ, მესამეჯერ ატყუებენ. მოატყუებენ. ეხლა წარმოვიდგინოთ. ბიჭო, მოდი ესეთ რაღაც წარმოვიდგინოთ და დავამთავროთ რა. უილსონი, შაჰინი და მესამე რო ყავთ კიდე 80 წელს გადაცებული შაჰინი. ისა, ლინცი გრემ. არა. შაჰინი და ეს კაცი რო არის. კაი კაცი რო არის. გამიშრობა. 80 წელს გადაცილებულები სამივეს განცხადებად გაკეთებულა პენსიაში მიდიან უახლოეს დღეებში. კი ბატონო. უახლოეს რაღაც პერიოდში. ეს ხალხი არის მათთვის მეტრი. ანუ ისინი ფულს უხდიან, წარმოიდგინე, ისინი გამოდიან განცხადებებს აკეთებენ და აი ამ ტიპების განცხადებებზე მათი ამომრჩეველი წარმოიდგინე, რომ საზრდოობს. გამოდიან კალიფორნიაში. რამდენჯერ შეიძლება მოატყუო? აი ეს ხალხი ქართველი. ხო არა. უყურე. მე გეტყვი რა შეიძლება. შეკითხვა ხო, თუ გაგიყალბებდნენ, რაღაცო მიიღე მონაწილეობა. თუ იცოდი რომ კალიფორნია თავზე ექცევა. კი, არა მარტო კალიფორნია. ბაჭიაშვილი არის პოლიტიკური პატიმარიო. ავადმყოფია. ისინი აკეთებენ განცხადებას და აქ ვიღაცები ტაშუკრავენ. ნუ ავადმყოფობაა ეგ კი. ახლა ამათ რა ეშველებათ? ამათი ამომრჩევლის იმ ნაწილისას და ამათი საშველი არის შალვა კანონი. ხო, ეგ მეტი არაფერი არ უშველის. ესენი გონება გადაღრეცილი ხალხი. არაფერი არ უშველის, დამთავრებულია. ამან თავის საქმე უნდა მიიყვანოს ბოლომდე, უნდა დაუშვას საქართველოს ისეთი რამე. მაგრამ მე მაინც ოპტიმისტი ვარ. კი ბატონო. მე მაინც ოპტიმისტი ვარ, მინდა ჯეროდეს ქართველები არიან გადაღრეცილებიც ამომრჩეველს გულისხმობ არა ამ მანქურთებზე და მესამეჯერ და მეოთხეჯერ ერთ და იგივე ტრიუკით ვერ მოატყუებენ რაღაც ტრიუკის შესაძლებლობა. დღეს როცა ერთიანობა გჭირდება, დღეს როცა მიგზება გჭირდება და მაგას არავინ არ დათანხმდება. დიდი მადლობა მეგობრებო ამ ძალიან საინტერესო საუბრისთვის. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით მომავალ შაბათს.